აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელსაც მასის 99% ბნელი მატერიისგან აქვს. ესაა სუბსტანცია, რომელიც სინათლეს არც ასხივებს და არც ირეკლავს, ამიტომ უხილავია. შესაბამისად, თითქმის უხილავია ის გალაქტიკებიც, რომლებშიც ასეთი მატერია ჭარბობს. სწორედ ამის მაგალითია CDG-2, რომელიც ჩვენთვის ცნობილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი გალაქტიკაა. ასტრონომებმა ის პერსევსის გალაქტიკურ შეჯგუფებაში დააფიქსირეს. იქ 4 სფერული ვარსკვლავთგროვა გამოავლინეს. დამატებით გამოსახულებებში კი მათ გარშემო მკრთალი დიფუზიური სინათლეც შენიშნეს. ეს ამ არეალში ბნელი გალაქტიკის არსებობის დასტურია. პირველადი ანალიზის მიხედვით CDG-2-ის ელვარება მზის მსგავსი 6 მილიონი ვარსკვლავისას უტოლდება, ხოლო ვარსკვლავთგროვები მისი ხილული მატერიის 16% შეადგენს. გალაქტიკის მთლიანი მასის უდიდეს ნაწილზე ბნელი მატერიაა პასუხისმგებელი, ხოლო ჩვეულებრივი ხილული მტვერი და აირი მასში მცირე ოდენობითაა. სავარაუდოდ ისინი მან სხვა გალაქტიკებთან გრავიტაციული ურთიერთქმედებისას დაკარგა და ბნელ ობიექტად იქცა.